ჩვენ ახლა ვიყოფებით მე-6 საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, სადაც წარმოდგენილია ქართული საუკეთესო ღვინოები. მოდი შევიდეთ და უფრო კარგად. გავიგოთ, კონკურსანტები ასე ვთქვათ, თუ ვინც იღებს მონაწილეობას, ვინ იქნება გამარჯვებული, საინტერესო იქნება, ვინ გამოვლინდება რომელი კომპანია. Well, she broke my nose and hit my clothes, but I continued to roam. Then she finally hit my wheels. Monica არ დაჭრე. არა. იმდენად ფართო არჩევანია, რომ მინდა რომ რაღაცა მეც შევაფასო სხვადასხვა კუთხის ღვინო. სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქვევრის ღვინოებია წარმოდგენილი. ყველა გავსინჯოთ ცოტ-ცოტა. ცოტ-ცოტა. კარგი. კაი, წამოთ გავსინჯოთ ყველა. Give me that wine. Oh, give me that wine. Yeah, give me that wine. Cause I can't cut loose without my juice. ძალიან საინტერესოა რა კრიტერიუმებით აფასებთ ღვინოს და ზოგადად როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს და წარმოდგენილ ღვინოებს. თითოეული ღვინო თავის კატეგორიაში ფასდება, რა თქმა უნდა დახურულად. ან დეგუსტატორმა არ იცოდა ქართულ ღვინოს სიჯავდა თუ უცხოურ ღვინოს, ან კახეთიდან სიჯავდა ღვინოს თუ რაჭიდან თუ გურიიდან. და წინა კონკურსებთან შედარებით რამდენად მოიმატა მათმა რიცხვმა? წელს 20-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი, ზუსტი ციფრი არ მახსოვს და იყო 77 ღვინო. იყო რამდენიმე აღმოჩენა, რომელსაც მაგალითად არ ველოდით, იყო თემის ღვინო მაგალითად ეხლა ხას გამოაცხადეს, რომელიც ჩვენთვის ძალიან სურპრიზიც იყო და ძალიან გაგვიყარდა, რომ ანუ ეს ძალიან პატარა მწარმოებელია ბავშვთა სახლი, რომელიც ღვინოს აწარმოებს ქვევრში, არც ისე დიდი გამოცდილება აქვს და ისეთი ღვინო დაამზადეს, რომ ვერცხლის медаლი აიღეს ქვევრის თეთრ ღვინოებში. გამარჯვებულია ქიმერიონი, კატეგორია თეთრი მშრალი ღვინო. Out of which 2 became winners. White wine. კარგად მიმდინარეობს. კი, რაღაცა დოზით ნერვიულობენ კიდევაც, ყველას უნდა რომ გაიმარჯვონ. ელოდებიან ჟიურის შეფასებას და სხვადასხვა აღნიშნა, რომ სხვადასხვა კომპანიებზე გადანაწილდა ეს ჯილდოები და მიხარია, რაღაც ყველა ბედნიერი წაააქეთ. თან ბევრი კარგი კომპანიაა ნამდვილად წარმოდგენილი. კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა, ჩინური. The winner is Kehuri Chinese wine. ყველა ნომინაციაში ავიღეთ დიპლომი, ანუ ეს იყო თეთრი მშრალი ნომინაციაში თეთრი მშრალი ღვინო, იყო წითელი ნახევრადკბილი ღვინო და ასევე წითელი მშრალი ღვინოები. რომელ კატეგორიებში მოიპოვეთ ეს მედლები? ჩვენ გავიტანეთ 3 ნიმუში, 3-ვე ქვევრის ღვინო და მივიღეთ აი შედეგი. 3 ნიმუში და 3 медаლი. ალბათ ძალიან კარგი შედეგია, დღეს რეკორდი მოხსენით. გუდუში რო იყოს, აბა გუდუში პირველ ადგილს აიღებს. მადლობ, მადლობ. ძალიან მასშტაბურია დღევანდელი საღამო, იმითაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრება იმყოფება ფესტივალზე. მოდი ხე მე შენ როგორც მასწავლე. გადასცა ოქროს медаლი გამარჯვებულ საინტერესოა. ეს დიდი სტიმულია კომპანიისთვის, რომ შემდეგშიც იგივენაირად ესე ვთქვათ დაამზადოს გემრიელი და რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის ღვინო. ეხლა მე როგორც შენ მასწავლე დავატრიალო. დავატრიალე. თავი არ გადმოგვესხას. ახალბედებიოთ მაინც ჩვენ დეგუსტაციაზე. დღეს საღამოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ჟიურის წევრების შეფასება. როგორც იცით, ისინი ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან ცნობილი ადამიანები არიან თავის სფეროში. Wine Mastery. ეს არის ისეთი წოდება, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება სულ 300 ადამიანს ჰქონდეს. ჩვენ წელს ჟიურის წევრებში ყავდა 2 ესეთი Wine Mastery. დაჯილდოვდა საკმაოდ ბევრი კომპანია, ეს არის 16 კომპანია, სულ გაიცა 23 медаლი და ასეთი ტიპის საერთაშორისო კონკურსისთვის ეს არაჩვეულებრივი შედეგია.